რატომ იბარებს დამატებით შინაგან საქმეთა სამინისტრო არაერთხელ გამოკითხულ მოზარდებს და რა შეკითხვები ჰქონდა მათთან გამოძიებას. პირდაპირი ჩართვა რამდენიმე წამში. პირველი პრეზიდენტის საქმის გამოძიებისთვის ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გახანგრძლივდება, როდის დაიწყებს საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებზე მუშაობას. კიდევ ერთი დაღუპული ყვითელჟილეტიანების აქციაზე რა მოხდა საფრანგეთში და რამ გამოიწვია მამაკაცის გარდაცვალება. საღამო მშვიდობის, თქვენ უყურებთ მოამბეს 6 საათზე, ახალ ამბებს თამარ ფიროსმანიშვილი გააგაცნობთ. აქვს თუ არა გამოძიებას ახალი გარემოებები ხორავას 4 ნომერში მომხდარი მკვლელობის საქმეზე და რატომ გახდა საჭირო უკვე რამდენჯერმე გამოკითხული მოზარდების შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ დაბარება. წლის რეზონანსულ საქმეზე უწყება საგამოძიებო ღონისძიებებს განაგრძობს. სწორედ მიმდინარე პროცესის ფარგლებში დღეს რამდენიმე არასრულწლოვანი გამოიკითხა. გაუთქმელობის ხელწერილის გათვალისწინებით უფლებადამცველებს საუბრის შინაარსსა და უწყებაში დაბარების კონკრეტულ მიზეზებზე განმარტებები არ გაუკეთებიათ. გიორგი კობერიძე მუშაობს დღეს ამ თემაზე. გიორგი, დასრულდა თუ არა უკვე გამოკითხები შინაგან საქმეთა სამინისტროში და რა ახალი ინფორმაციის მოპოვება შეძელი შენ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით? გამოკითხები დასრულებულია, 10 არასრულწლოვანი გამოიკითხა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. ამ გამოკითხების პროცესს მათი კანონიერი წარმომადგენლები, მათ შორის ადვოკატებიც ესწრებოდნენ, თუმცა რას უკავშირდებოდა მათი კიდევ ერთხელ გამოკითხვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ამაზე არც მათი კანონიერი წარმომადგენლები ამბობენ და არც მათი ადვოკატები, რადგან მათი განცხადებით გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი. ერთ-ერთი მოწმის ადვოკატი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობს გამოძიება, თუმცა რა არის ეს მნიშვნელოვანი საკითხი, ახლად გამოვლენილი გარემოებაა, თუ უკავშირდება ეს რაიმე ფორმით საქმეში ახალი ფიგურანტის წარმოჩენას, ამაზე ადვოკატი არაფერს ამბობს. ერთ-ერთი ინფორმაციით რამდენიმე არასრულწლოვანს კითხვები დაუსვეს სოციალურ ქსელში მიმოწერასთან დაკავშირებითაც. მე როგორც ადვოკატი და იურისტი მივესალმები. მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობენ. დანარჩენი გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი და თქვენს ამ ინტერესებს დამატებით კითხვებთან დაკავშირებით ვერანაირად ახლად გამოვლენილი გარემოება აქვს. გამოძიება მუშაობს, აი ძალიან ისე მუშაობენ, ეხლა მე რაც ვნახე, ვერ გეტყვით ვერაფერს აბსოლუტურად, იმიტომ რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამასთანავე აი ესეთმა საუბრებმა შეიძლება ზიანი მოუტანოს გამოძიებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის. გამოძიება მაინც მუშაობენ და ეს რაზეც მუშაობენ დღევანდელ დღეს, მარტო გუშინდელი გაჟღერებული არ არის, ამაზე მუშაობენ ძალიან დიდი ხანია და მე როგორც ადვოკატი მივესალმები, იმიტომ რომ ძალიან კარგად მუშაობენ. არ შემიძლია ვისაუბრო რაიმეზე, მაგრამ იქნებ დაადგეს საშველი ამ ყველაფერს. ადვოკატების ნაწილმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ისინი ამბობენ, გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი. ადვოკატების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მოზარდების ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოკითხვა შესაძლოა კავშირში იყოს მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში გუშინ სიტყვით გამოსვლასთან, რადგანაც ოპოზიციის და ასევე მართველი გუნდის კითხვების უმრავლესობა სწორედ ხორავას ქუჩაზე მომხდარ საქმეს შეეხებოდა და ასევე სიტყვით გამოსვლის ძირითადი ნაწილი მინისტრმა სწორედ ამ საქმეზე საუბარს დაუთმო. გიორგი, მადლობა. მოამბეს პირდაპირ ეთერში გიორგი კობერიძე საუბრობდა. პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდია საქმის გამოძიებისთვის ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გახანგრძლივდება. ამ მოთხოვნით გამსახურდიას შვილები მთავარ პროკურატურასთან შიმშილობდნენ. პირველი პრეზიდენტის საქმეს ვადა 31 დეკემბრამდე აქვს. შესაბამისად პარლამენტს ცვლილებების მიღება წლის ბოლომდე მოუწევს. თეონა მანაგაძე მუშაობს საკანონმდებლო ორგანოში და საუბარს ისახლა მოამბის პირდაპირ ეთერში განაგრძობს. თეონა, როდის გეგმავენ დეპუტატები, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით განხილვები დაიწყონ? სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები უკვე მომზადებული არის. პარლამენტი კანონპროექტზე მსჯელობას დაჩქარებულ რეჟიმში უკვე მომავალი კვირიდან დაიწყებს. პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გაავრცელა. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა გაითვალისწინა ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების მოთხოვნა და მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი, რომლის გათვალისწინებითაც ზვიად გამსახურდიას საქმის ხანდაზმულობის ვადა კიდევ 5 წლით გახანგრძლივდება.
ეს ინიციატივა გავრცელდება ყველა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე, როგორიც არის მკვლელობა, ყაჩაღობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ტერორისტული აქტი თუ სხვა დანაშაულობები, რასაკვირველია ეს პირველ რიგში განპირობებულია სწორედ ზვიად გამსახურდია საქმეზე გამოძიების გაგრძელების აუცილებლობით იმისთვის, რომ ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება, ყველა შესაძლო სამართლებრივი პროცედურა იყოს განხორციელებული და მაქსიმალურად იყოს გამოყენებული დრო. უნებრივია აქ არის მორალური ვალდებულება, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება ან სისხლის სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს არის მორალური ვალდებულება, რომ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ჩავთვალოთ ეს არგუმენტი და გავახანძილოთ ამ ეტაპზე 5 წლით ხანდაზმულობა და რაც ამ პრობლემას, მიმდინარე პრობლემას აღმოფხვის. შემდგომში შეიძლება ნებისმიერ საკითხზე მსჯელობა არა მხოლოდ ამ საქმესთან დაკავშირებით, ბევრ საქმესთან დაკავშირებით შეიძლება ასევე მყარი არგუმენტები იყოს, ამიტომ სამსჯელოა აღნიშნულ კონკრეტულ მომენტში ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რაც კონკრეტულ ხარვეს აღმოფხვის. რიგარის შესხდომაზე ამ წუთებში გამოცხადებული არის შესვენება, რომლის შემდეგაც დეპუტატები დაიწყებენ კენჭისყრას. კანონმდებლები დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილებას, სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტენ. პარლამენტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ გაზაფხულზე მთაწმინდის საარჩევნო ოლქში უნდა ჩატარდეს შუალედური არჩევნები, ვინაიდან სალომე ზურაბიშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტში სწორედ მთაწმინდის ოლქს წარმოადგენდა. მართველი გუნდი უკვე პირდაპირ ამბობს, რომ ისინი გაზაფხულზე მთაწმინდის ოლქში დააყენებენ საკუთარ კანდიდატურას და შეიძლება ითქვას, რომ მართველი გუნდი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამ მომენტიდან ბუნებრივია შუალედური არჩევნების ჩატარების საკითხი დადგება დღის ეს რიგში მთაწმინდის ოლქში. სავარაუდოდ ეს არჩევნები ჩატარდება გაზაფხულის ბოლოს მაისში. ჩვენ აუცილებლად გვეყოლება ჩვენი კანდიდატი ამ არჩევნებზე, იქნება კონსულტაციები და შესაბამისი კანდიდატურით აუცილებლად წარუდგებით ამ არჩევნებზე იმისათვის, რომ ეს მანდატი და ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ მანდატისთვის პარლამენტში. მე შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საშემოდგომო სესიის ფორმატში მუშაობა გუშინ სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დაასრულა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლებს რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი აქვთ საშემოდგომო სესიის ბოლომდე მისაღები, ამ პერიოდისთვის უკვე დანიშნული არის რიგგარეშე სხდომები. მომავალ კვირას პარლამენტი კიდევ რამდენიმე რიგგარეშე სხდომას გამართავს. თეონე, მადლობა. რიგგარეშე სხდომის დეტალებით ეს თეონე მანაგაძე იყო. დღეს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც უსმენდნენ. კობა გვენეტაძე დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარს გამოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა გვენეტაძის გამოსვლა და მთავრობის ბოლო დროინდელი ინიციატივა ეგრეთ წოდებულ შავ სიებთან დაკავშირებით ოპოზიციამ გააკრიტიკა. ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ვალების განულების პროგრამას მავნებლური პოლიტიკა უწოდა. გიგა ბუკერი ამბობს, რომ ეს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას უმუშევრობას ვერ მოაგვარებს. ტენდერთან დაკავშირებით ეგრეთ წოდებულ ჩამოწერას ვალების ქართულ ბანკის მიერ თქვენი შეფასება როგორი არის ამ ტიპის ინიციატივებს რა მოაქვს მომავალში საბანკო სტაბილურობისთვის, ეკონომიკური სტაბილურობისთვის? ეს არის ორ კერძო სამართლის სუბიექტ შორის დადებული ხელშეკრულება. ახლა თქვათ, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამას და ხშირად არის ხოლმე ნათქვამი, რამდენად ქმედითია და რამდენად კარგია. ეს ადამიანები არიან გამოთიშული ეკონომიკური ცხოვრებიდან, რადგანაც მათ აღარ აქვს საშუალება, რომ ფორმალურ სექტორში დასაქმდნენ. ფიქრობ, რომ ის ფაქტი, რომ მათ აღარ ექნებათ ეს დავალება, მათ დროთა განმავლობაში საშუალებას მისცემს, რომ დაუბრუნდნენ, ასე ვთქვათ, ფორმალურ სექტორს, ფორმალურ ეკონომიკას. დაამწუხო არ ბატონო კობარო, თქვენგან მოვისმინე, თითქმის ერთ-ერთში ჩვენი მთავრობის მავნებლური, ძალიან ახლომხედველური პოლიტიკის ფუძემდებლური თეზისების გამეორება. თქვენ აქ ორი კერძო პირი ახსენეთ, ეს ორი კერძო პირი არ იყო. მთავრობა იყო ჩარეული. მთავრობა პრემიერ-მინისტრის ჩარევით, მათი ჩარევით მოხდა ამ ოპერაციის განხორციელება და თქვენ როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეს არ მიგაჩნიათ პრობლემად. ანუ ხალხი ვინც წვალობდა და იხდიდა იმათთვის რა სიგნალი ეს და ხვალ რა მოუვა ყველა იმ ადამიანს და ჭარბოვალიანობას, როცა ერთხელ საარჩევნო სპეკულაციისთვის ესეთ რამე ხდება მთავრობის ჩარევით, თქვენ ამაზე ან არ გსურთ პოზიციის დაფიქსირება, ან კიდე უფრო უარესი პოზიცია გაქვთ. თქვენ კიდე ერთი ფენომენალური ფრაზა თქვით, რომ აი ხა ეს ხალხიო, ვინც განთავისუფლდაო ამ შავი სიიდან, ეხა წავლენ და სამსახურში შევიანო. მართლა გჯერა თუ ეგრე მოხდება? ის ხალხმა ეს იმიტომ აიღო, რომ სამსახურს ვერ შეულობდა.
მიზეს შედეგი გერევათ. მე არ მithქვას რომ ეს ხალხი აუცილებლად იშოვის სამსახურს, მე ვთქვი რომ მათ უკეთესი შესაძლებლობა აქვთ და სტიმული აქვთ რომ სამსახური იშოვონ, რადგანაც იმ შემთხვევაში თუ ისინი შავსიაში ყოფნის დროს იშოვიდნენ სამსახურს, მათი ანაზღაურების ძალიან დიდი ნაწილი წავიდოდა ამ სესხების მომსახურებაზე და მათ სტიმული არ გაუჩნდებოდა და ზუსტად ეს იყო წყარო, რომ ისინი მიდიოდნენ და მუშაობდნენ არაფორმალურ სექტორში. ვფიქრობ, რომ მათ უკეთესი შანსი აქვთ ამ შემთხვევაში, ვიდრე ეს ადრე ქონდათ, ასე რომ ეს არის დაზუსტება. მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომელსაც მხოლოდ დადებითი მხარეები აქვს. თავად მithქვავს ეს კომიტეტის განხილვაზე სხვათა შორის და ამის ჩანაწერიც არსებობს, რომ მასაც აქვს უარყოფითი მხარე, ეს არის ეგრეთ წოდებული მორალური რისკი, ანუ moral hazard-ი, ანუ იმ შემთხვევაში თუ სხვა მსესხებლებმა გადაწყვიტეს, რომ ეს არის ძალიან კარგი და არ გადაიხადონ, რა თქმა უნდა ეს არ იქნება კარგი ფინანსური სექტორისათვის, ამიტომ კარგად უნდა მოხსნეს ამ პროგრამის, ასე ვთქვათ, ამ აქციის ინიციატორების მიერ იმის გამარტება, რომ ეს არის ერთჯერადი აქცია. ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებს და რიგ გარეშე სხდომებზე დასწრებას არ აპირებს. მიზეზად ოპოზიციური პარტია განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებს. მათ შესაბამისი მიმართვა ბიუროს უკვე წარუდგინეს. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობა საბაბს ეძებს იმისათვის, რომ საკანონმდებლო საქმიანობაში არ ჩაერთოს თან ისე, რომ ფინანსურ სანქციებს, რაც ახალი რეგლამენტით არის გათვალისწინებული, თავი აარიდოს. შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში საშემოდგომო სესია გუშინ დაიხურა, დეპუტატები ახლა რიგ გარეშე სხდომებს ფარგლებში მუშაობენ. ორ არის შენობები, გთხოვთ დავამტკიცოთ გადაწყვეტილებან. გმადლობთ. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მომართვა პოლიტიკური შეხედულებების გამო 2018 წლის 22 დეკემბრიდან მოწვეულ რიგარეშე სესიაზე არ დასწრების შესახებ. ნაციონალურ მოძრაობას როგორც ჩანს ეძებს საბაბს, როგორ ასე ვთქვათ, არ დაესწროს სხდომებს, როგორ გააცდინოს საპარლამენტო სასესიო მუშაობა და ის ეგრეთ წოდებული ბოიკოტი, რომელიც დღეს გამოაცხადეს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საბაბი იმისთვის, რომ გააცდინონ სხდომა, არ მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო მუშაობაში და არ დაექვითოთ ხელფასი. სხდომებს ისედაც არ დადიან, სხდომებს ისედაც აცდენენ, არც კანონ პროექტებს კითხულობენ და საერთოდ საპარლამენტო საქმიანობა მათთვის არის მხოლოდ ეს შოუ, თან უნიჭო შოუ, არის გაუთავებელი ეს კინკლაობა და მართლაც ეს სანახაობების მოწყობა, მაგრამ ეს არ არის რეალურად საპარლამენტო საქმიანობა შინაარსობრივად. ასე რომ ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია უფრო იმით ალბათ, რომ მიიღონ ის სიკეთე და ის გარანტიები, რაც აქვს პარლამენტის წევრს, ისე რომ არ შეასრულონ ის მოვალეობა, რაც ასევე ეკისრება როგორც პარლამენტის წევრს. 16 დეკემბერს ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. 3500 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, ასეთია თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ქეთევან მირიანაშვილისთვის აკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. მას გამოძიება პოლიციის ავტომანქანაზე თავდასხმას და მის დაზიანებას ედავება. მომდევნო სასამართლოს სხდომა 2019 წლის 6 თებერვალს ჩაინიშნა. რადგან ქეთევან მირიანაშვილის მიმართ აკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნეს გირაო, გირაოს თანხად განისაზღვრა 3500 ლარი, გირაოს შეტანისვადაც განისაზღვრა 60 დღე. გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, გირაოს თანხის სრულ შეტანამდე რადგან ქეთევან მირიანაშვილის მიმართ გამოყენებული იქნეს პატიმრობა. ჩვენ არ დავეთანხმეთ საერთოდ აკვეთი ღონისძიების შეფარდებას იმ არგუმენტებით, რომ ქეთევან მირიანაშვილის ქმედებაში არ იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. კერძოდ, ავტომანქანაზე ასვლა და ასეთ სახით პროტესტის გამოხატვა შესაძლებელია მოეწონოს ან არ მოეწონოს ხელისუფალს, თუმცა ეს არ იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულ ზაზა ბერიკაშვილს, ის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. შესაძლოა ბრალი მას დღეს წარუდგინონ, თუმცა გამოძიებას ამისათვის დრო ხვალამდე აქვს. ზაზა ბერიკაშვილი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს, მას გამოძიება კახეთში დეპუტატის ავტომანქანაზე თავდასხმას და დაზიანებას ედავება. წარდგენილი მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულის ახლობლები ამბობენ, რომ ის არც ერთი პარტიის წევრი არ არის. ასევე ყვებიან, რომ ბერიკაშვილი 2003 წელსაც იყო დაკავებული, როდესაც ყვარელში ერთ-ერთ მიტინგზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადებები გააკეთა.
დავით კირკიტაძე კი სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს. შესაბამისი განაცხადი წინასწარი პატიმრობის გასაჩივრებასთან დაკავშირებით კირკიტაძის ადვოკატებმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში უკვე შეიტანეს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დაკავება და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. შეგახსენებთ, რომ გამოძიება დავით კირკიტაძეს პოლიციელზე თავდასხმას ეტავება. გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, უფრო მეტიც ეს ორმაგი სტანდარტი არის, შერჩევითი სამართალი არის, მაშინ როდესაც იგივე ფაქტთან დაკავშირებით ზუსტად იგივე მუხლით შეეფარდა გირაო სხვას სააპელაციო საჩივარში, რომელიც ჩვენ ვასაჩივრებთ, სრულად გვაქვს დასაბუთებული თუ რა ნორმები არის სისხლის სამართლის პროცესის დარღვეული. Დაისა ჯონ დამნაშავეები ჩატარდეს ობიექტური გამოძიება სკოლა პოლიტიკის გარეშე. მოწოდებები და ლოზუნგებით ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას ოჯახის ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელი აცხადებს, მათი მთავარი მოთხოვნა განათლების სამინისტროს იმ მაღალჩინოსნების დასჯა, რომლებიც უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ. მოქმედებით მოეწოდებინა სხვების ეს არასოდეს მოთხოვნა არის გამოძიების დაწყება საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან დამნაშავეების გამოვლენა ეფექტურ დროში და შესაბამისად მათი უმკაცრესად დასჯა. ეს არის ჩვენი მოთხოვნაც და მოწოდებაც, რომ გამოვიძიოთ ეს საქმე, რომელიც არის რეალურად ღირსების საქმე. კერძო ტაქსებზე ტარიფი მოიმატებს. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა განაცხადა კახა კალაძის თქმით, მერიის მიერ დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში ტაქსის მძღოლები ვალდებულები იქნებიან მგზავრებს მაღალი ხარისხის სერვისი შესთავაზონ. როგორც ცნობილია, მომავალი წლის ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ამოქმედება, რომლითაც მარჯვენა საჭიანი და ორკარიანი ავტომობილები ტაქსით მომსახურებას ვეღარ განახორციელებენ. ამის პარალელურად მერის ინფორმაციით მოქალაქეები სწრაფად და კომფორტულად მგზავრობისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოწესრიგდება. იმ რეფორმით, რომელიც ჩვენ გვაქვს დაწყებული, რა თქმა უნდა, ეს მიმართულება იქნება მოწესრიგებული, სერვისი იქნება ძალიან მაღალ დონეზე თვითონ ტაქსის მძღოლების მხრიდან, ავტომობილები იქნება მოწესრიგებული და ეს რა თქმა უნდა, ბუნებრივად გამოიწვევს ფასების მატებას, თუმცა პარალელურად მე გუშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. ერთი ადამიანი დაიღუპა საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციაზე. როიტერსის ცნობით, ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ პერპენიანში მოხდა. აქციის ფარგლებში გადაკეტილ გზაზე მსუბუქი ავტომობილი სატვირთო მანქანას დაეჯახა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. პროტესტი საფრანგეთში უკვე ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. აქტივისტები თავდაპირველად საწვავზე ფასების მატებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით ისინი ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგაც გამოვიდნენ. ამ ხნის განმავლობაში დემონსტრაციის ფარგლებში საერთო ჯამში 10 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ფატალური შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ გადაკეტილ გზებზე ავარიების დროს დაფიქსირდა. სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გასვლის შემდეგ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას ანკარა განაგრძობს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა. სირიიდან ჯარისკაცების გაყვანის გადაწყვეტილების შესახებ კი დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, სირიაში შეერთებული შტატების მიზანი ისლამური სახელმწიფოს დამარცხება იყო, რაც უკვე შესრულებულია. იენს სტოლტენბერგმა ნატოს 2019 წლის პრიორიტეტები დაასახელა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა საკითხი ბელგიურ ტელერადიომ აუწყებელთან ინტერვიუში განიხილა. საუბრის დროს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის პრიორიტეტები უკრაინაში არსებული ვითარება, რუსეთთან ურთიერთობები, ტერორიზმის და კიბერთავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლა და ნატომ მშვიდობის შენარჩუნებისთვის მუშაობს. ნატოს მთავარი მიზანი რიგი საფრთხების წინაშე მომზადებაა. ჩვენ არ გვაქვს საშუალება იმის, რომ ავირჩიოთ მხოლოდ ტერორიზმი ან რუსეთის მხრიდან მომდინარე სულ უფრო აგრესიული კიბერთავდასხმები. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერთდროულად ყველა გამოწვევის წინაშე უნდა მოემზადოს. ხორვატიაში საშობაო რეკორდი დამყარდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ ბავშვობის ოცნება აისრულა და 7 ჰექტარი მიწის ფართობის საშობაო განათებებით მორთო.
სადღესასწაულო პარკის მოსაწყობად საერთო ჯამში 4 მილიონი განათების დამონტაჟება გახდა საჭირო საშობაო ინსტალაცია 30 ნოემბერს გაიხსნა და 13 იანვრამდე გაგრძელდება. მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, როგორც ინსტალაციის ავტორი ამბობს, სადღესასწაულო სეზონზე 130.000-მდე სტუმარს ელოდება. და ვუბრუნდებით ისევ საქართველოს სიყვარულით სავსე ქალაქი ამ სლოგანით ხვდება თბილისი ახალწელს. მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმო ზუსტად 8 საათზე აინთება. ნაძვის ხეს რესპუბლიკის მოედანზე ქალაქის მერი კახა კალაძე აინთებს. სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე კი 20 წუთიანი კოსტიუმირებული წარმოდგენაც გაიმართება. სპექტაკლი სიყვარული გადამდებია რეჟისორმა ნიკოლოზ შველიძემ დადგა. სპეციალურად ამ დღისათვის მუსიკალური ნაწარმოებები კომპოზიტორმა მიშა მდინარაძემ დაწერა. ამასთან საახალწლო დღეებში რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო სოფელიც გაიხსნება. ზუსტად 2 საათში დაიწყება ნაძვის ხის გახსნის ცერემონიალი. ეს ერთ-ერთი მასშტაბური ცერემონიალი იქნება, რომელიც გამართულა, ესე ვთქვათ, ნაძვის ხის ანთების წინ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო უნდა იყოს, როგორც პატარებისთვის, ასევე უფროსებისთვის, ასე რომ ყველას გელოდებით რესპუბლიკის მოედანზე, მობრძანდით იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად ავანთოთ სიყვარულით სავსე თბილისში, სიყვარულით სავსე ნაძვის ხე. ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად გია გიორგაძე აირჩიეს ფედერაციის ყრილობაზე, რომელსაც 67 დელეგატი ესწრებოდა საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და წესდებაში ცვლილებებით შეიტანეს. ბოლოს აკითხი ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები იყო. მოქმედი პრეზიდენტი გია გიორგაძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი გახლდათ, მას დელეგატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. ჭადრაკი ინდივიდუალური სპორტია, ინდივიდუალურად წყვიტავს ყველა თავის დაფას და თავის პრობლემებს, ამიტომ ძალიან მადლობა მინდა უთხრა ყველას მხარდაჭერისათვის და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ინდივიდუების ერთობლიობა ვართ, რომელიც შემდეგ ქმნის ძალიან ძლიერ გუნდს. ეს არის ჩვენი სავარით დამსახურება. თავარია კონსენსუსმა გაიმარჯვა. პრაქტიკულად შემიძლია გითხრათ, რომ გუნდი, რომელიც დღეს შედგა, რომელმაც შემდეგი 4 წელი უნდა უხელმძღვანელოს ფედერაციას, ეს იყო შესაძლებელია სხვადასხვა აზრზე მდგომი გუნდი, მაგრამ მათ არჩიეს, რომ საქართველოს ჭადრაკის მომავალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი ამბიციები. სააგენტო საწარმოო საქართველოში ხელმძღვანელმა საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. ღონისძიება ელჩების კონფერენციის ფარგლებში შედგა. მიხეილ ხიდურელმა დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულოების ხელმძღვანელებს განხორციელებული პროექტების და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე ყურადღება გაამახვილა საინვესტიციო გზამკვლევზე, რომელიც გაზაფხულზე უნდა გაიმართოს. პროექტის ფარგლებში ინვესტორებთან თანამშრომლობის გაღრმავება და ინვესტიციების მოზიდვა მოხდება. ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა ჩვენ ელჩებთან და დიპლომატიურ მისიებთან საქართველოს გარეთ. ჩვენ მათ გავაცანით ის სექტორები, რომლის იდენტიფიცირებაც მოახდინეთ, სადაც მიგვაჩნია, რომ საქართველოს გააჩნია ყველაზე დიდი უპირატესობა და პოტენციალი. ამასთან ერთად ჩვენ ელჩებს ვესაუბრებთ იმ კალენდარზე და იმ ვიზიტებზე, რომელსაც ჩვენ 2019 წელს ვაპირებთ, რომ განვახორციელოთ. ჩვენ მათ ასევე გადაუგზავნეთ კონკრეტულ სიას კომპანიების, რომლებსაც გსურს რომ შევხვდეთ და ჩემი აზრით ზოგადად დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მომავალი წლიდან ანანურის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება. ვიზიტორებისათვის მიმზიდველი ადგილის სიახლოვეს ამ დროისათვის გარემო ვაჭრები საქმიანობენ. დახლები კი მოუწესრიგებელია. ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ დაგეგმილი პროექტის ფარგლებში ყველა გარემო ვაჭრი შესაბამის ადგილს მიიღებს. რაც შეეხება იჯარის გადასახადს, მერიის წარმომადგენლის განცხადებით ტარიფს მოვაჭრებთან შეთანხმებით დაადგენენ. მთავარი პრობლემური საკითხი მათთვის სწორედ გადასახადია. მოვაჭრეები შიშობენ, რომ ისედაც მცირე შემოსავალი კიდევ უფრო შეუმცირდებათ. ანანურის კომპლექსი დუშეთის რაიონში მდებარე ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. მე-16-18 საუკუნის ციხესიმაგრის გადაღებისას ტურისტის ობიექტივში ხშირად ლურჯი ცელოფნით გადახურული დახლებით ხვდება. ეს იმდენად შთამბეჭდავი სანახაობაა, ვფიქრობ, გარევაჭრობა უფრო შორს უნდა იყოს მოწყობილი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაჭრობის წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ საერთო ხეთს არ უნდა აფუჭებდეს. ანანურში პირველად ვიმყოფები და აქაურობა ძალიან მომწონს. როგორც ჩანს, ქვეყანა დიდი ტემპით ვითარდება. რაც შეეხება დახლებს, უმჯობესი იქნებოდა ტერიტორია ინფრასტრუქტურულად უფრო გამართული იყოს, რაზეც მთავრობამ უნდა იზრუნოს.
დახლები რომ ტერიტორიას ამახინჯებს, ამაში ტურისტებს გარე მოვაჭრეებიც ეთანხმებიან. ისინი ტერიტორიის კეთილმოწყობას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა იციან რომ ამის შემდეგ სავაჭრო ადგილებზე გადასახადს დაუწესებენ და ეჭვობენ რომ ერთადერთი შემოსავალი შეუმცირდებათ. როგორც ვიცით, უნდა აქედან აფშალონ. ერთადერთი ჩვენი საარსებო წყარო არის აქ, უბრალოდ ტურისტული სიტუაციაა და გვინდა არ გვინდა მოვდივართ აქ, რომ თითოეულად რამე გავყიდოთ, ვაარსებოთ ჩვენი ოჯახები. და თუ კი ეს აშალეს და ჩვენ აქ აღარ მოგვიშვეს, ან რამე გადასახადი იქნა, ჩვენ თუ შემოსავალი არ გვიქნა, რითი დავფაროთ? ეს პირობები, რა თქმა უნდა, ახლა მოსაწონი არ არის, არ ჩვენ არ მოგწონს. ძალიან კარგად ვიცით, რომ იყოს ეს ტურისტული ადგილია, იყოს მოწყობილი. ოღონდ ერთი თხოვნა გვექნება ჩვენი გამგეობის წინაშე თუ ვისაც დაევალება, როგორმე ხელი შეგვიწყონ იმ პირობებით, რომ ყველა დაკმაყოფილდეს. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ტერიტორიის კეთილმოწყობა, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო 3 წელია ჭიანურდება, მომავალი წლიდან დაიწყება და ყველა გარემოვაჭრე ადგილით დაკმაყოფილდება. რაც შეეხება იჯარის გადასახადს, მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ტარიფს მოვაჭრეებთან შეთანხმებით დაადგენენ. იყო რაღაც შემშლელი პირობები, ხან პროექტი არ მოგვეწონა თვითონ მუნიციპალიტეტს, ხან მოსახლეობასთან შეხვედრიდან გამომდინარე რაღაცები იყო. უკვე დამტკიცებული პროექტის თანახმად ანანურის კომპლექსის მიმდებარედ დახლების მაგივრად გამწონებული ტერიტორია მოეწყობა, რომლის წინაც კეთილმოწყობილი ერთიანი დიზაინის ჯიხურები დაიდგმება. გზის მიმდებარედ მოეწყობა საპარკინგი ადგილები, რათა კომპლექსთან მისვლა ტურისტებისთვის უფრო მოსახერხებელი გახდეს. ტენდერი 2019 წლის დასაწყისში უნდა გამოცხადდეს, რის შემდეგაც გაირკვევა, რომელი კომპანია შეასრულებს თითქმის 9 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოებს. 5 ადამიანი დაკბინა მგელმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში შემთხვევა გუშინ მოხდა. სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ყვება, რომ ნადერი თავს ღამის 2 საათზე დაესხა და ხელზე უკბინა. მგელმა სოფელში კიდევ 4 ადამიანი დაკბინა. დაზარალებულებმა შესაბამისი აცრები უკვე ჩაიტარეს და მკურნალობას ახლა სახლში განაგრძობენ. ჩემი პატარა ძაღლი მყავს და იძახს მოკიდა პირი და მიყავდა. ქვა ვესრულე და ქვა რო ვესრულე გააგდო ძაღლი ეს ჩემი პატარა ლეკვი და რო გააგდო პირიდან ამ დროს მე შემომიბრუნდა მე და ახლა შენ უნდა შეგჭამოღო ალბათ. დამეტაკა თათებით და წავიქეცი. რო წავიქეცი ახლა მე კიდე მეორეჯერ უნდა დამტაკებოდა და წამოვიდა კიდე და ამ დროს ხელი დავუხვედრი ასე და ამ ხელზე დამეტაკა. პროექტი შენიდია ქალაქის მერს ფარგლებში, რიყის პარკში, ვერის ბაღსა და ვეტერანთა კულტურის და დასვენების პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი კვების აპარატები დაიდგა. აპარატებში პლასტიკატის 9 ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში ძაღლებისათვის საკვები ჩამოიყრება. ასევე რიყის პარკში ცხოველებისთვის 10-მდე სახლიც დაიდგა. უახლოეს პერიოდში მსგავსი თავშესაფრის განთავსება ქალაქის სხვა უბნებშიც იგეგმება. პირველ ეტაპზე 3 ლოკაციაზე იქნება განთავსებული ეს აპარატები და ძალიან მარტივია. პლასმასის ბოთლი შეგიძლიათ ჩააგდოთ და საკვები ჩამოიყრება. მომავალ წელს იანვარში კიდე 3 ასეთი აპარატი დაემატება. აპარატები მუშაობს მზის ენერგიაზე და ბოთლის განთავსების შემთხვევაში ჩამოყრის საკვებს მიუსაფარი ცხოველებისთვის. ასევე ჩვენ ვიწყებთ თბილისში ლამაზი სახლების ჩადგმას ძაღლებისთვის. ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა წინა საახალწლო ღონისძიება გამართეს. მათ საკუთარი ნაშრომები, ხელნაკეთი ნივთები და ნახატები წარმოადგინეს. ასევე იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელსაც ყოველდღიურად აწყდებიან და დღემდე მოუგვარებელია. ვიკრიბეთ 15 წლის გახდა, ეს არის ზუსტად ეს, იმიტომ რომ დღეს ყავს ჩვენ ქალი პრეზიდენტი, ქალბატონი ამით თქვენ იცით, რომ ის მუდამ ჩვენს გვერდით არის, თქვენი სიახლე არის გურგისაო. ხატვა დიზაინერის მაგ შავიტმა გამოუგზავნა გიორგის, რომელიც მისი მეგობარია. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს აი ამ არაჩვეულებრივ ბავშვებს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ ბავშვების ხვალინდელი დღე იყოს ბევრად უფრო ნათელი, რომ იყვნენ ინტეგრირებული საზოგადოებაში და საზოგადოებამაც უფრო ტოლერანტული უნდა იყოს ამ ადამიანების მიმართ. ძალიან კარგი არის ის, რომ ადამიანი
ადამიანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან, პერიოდულად მაინც შეძლებენ და გამოვლენ საზოგადოებაში, თუ ხშირად იქნება ამ ტიპის ღონისძიებები. უჩვეულო ექსპოზიცია თბილისში საგანგებოდ შერჩეული დარბაზი ამ ღებრიშვილის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს, სადაც ობობის ქსელებისაგან შექმნილი ნამუშევრებია წარმოდგენილი. ნახატების თემატიკა მრავალფეროვანია: რელიგია, მითოლოგია და აბსტრაქცია. ესე შესრულებული, ესე და თან ციფრები მოციქალოა ის არ იყენებდა არანაირ ქიმიურ საღებავებს და რაღაც მსგავს შენარევებს. ეს არის სუფთა ნატურალური ობობის ქსელი. მისი ფერი განპირობებულია ადგილებიდან, საიდანაც მოპოვებულია, ბუხრიდან, წისქვილიდან, შესაბამის ადგილებში შესაბამისი დამტვერვა ფერის თვალსაზრისით და ფერს ამიტომ ვღებულობდით ნატურალურს. ლუვრშია გამოფენა მიწვეული და გარკვეული ნახატების წაღებას ესაჭიროება თანხები და მინდა რომ იქნება ტელევიზიების საშუალებით იმ ხალხმა, ვისაც აქვს ამის საშუალება, დაეხმარონ ამას. და ყველაზე მეტად რა მინდა რომ ეს ნამუშევრები დარჩეს საქართველოში, რომ ამაზე იზრუნოს ხელისუფლება და კულტურის სამინისტრო. მესტიაში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სამთო სათხილამურო კურორტი დამსვენებელ სიახლეებით ხდება. სრიალის მოყვარულებისთვის 4 სასრიალო ტრასა განახლდა. ასევე მესტიასა და ხაწვალს შორის დამაკავშირებელი საბაგირო საშუალებით ტურისტებს მწვერვალზე ასვლა გაუმარტივდათ. უშუალოდ ხაწვალზე კი მათ ასევე განახლებული 2 ტრასა ელოდებათ. ხის განმავლობაში სვანეთის სტუმრებისათვის მრავალფეროვანი წარმოდგენებიც დაიგეგმა. ბატონმა კაპიტანმა მინდა გადავცეთ ერთად ყველაზე პატარა ამ ეს ჩვენგან შესაჩუქრად. ბევრჯერ გავიგებთ აი ამ საქმე და გვარებს ვისაც დღეს აუცილებლად უნდა ვთქვა აი ეს ლამაზი ნაჭრის ჩანთები რო გავიმართე ძალიან მოხარული ვარ ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს სეზონის გახსნას და ყველას გისურვებთ წარმატებას. გაიხსნა 5 ბიგელის ტიპის საბაგირო სხვადასხვა სოფელში სვანეთის რომელიც დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ხელს შეუწყობს წარმატებული სპორტსმენების გაზდას და ასევე გადავეცით სვანეთის ბავშვებისთვის პრობლემური სათხილამურო ინვენტარი რომელიც ხელს შეუწყობს და დარწმუნებული ვარ რომ მომავალში ძალიან დიდი წარმატება ექნება სვან მოთხილამურე ბავშვებს. ასეთი იყო ახალი ამბები 6 საათისთვის. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.